სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ შევასრულეთ საღვთო ლიტურგია და მოიხსენეთ ჩვენი მიცვალებულები. წმინდა ნიკოლოზ სერბი ასეთ რამეს ამბობს. თუ დიდარი ხარო, იფიქრეო იმაზეო, როგორ შეხვდებიო სიღარიბეს. აი დიდარი ხარ ადამიანი და არ იფიქრო იმაზე, რომ სულ ასე იქნება და ყოველთვის დიდარი იქნები და ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება. ხორციელად კარგად ყოფნა თუ არა, დიდარსაც აქვს პრობლემები და ღარიბსაც. თუ პატივცემული ადამიანი ხარო, იფიქრეო იმაზეო, უპატიობას როგორ შეხვდებიო. აი რაღაცა სიცხილი შეგეთხა, რაღაცა სიცხილო საქმე და როგორ შეხვდები. თუ ჯანმრთელი ხარო, იფიქრე იმაზეო, ავადმყოფობას როგორ შეხვდებიო. მაგრამ გამუდმებითო სიკვდილზე იფიქრებ. იმიტომ რომ მდიდარი ადამიანი შეიძლება ისე გარდაიცვალოს, რომ არ გაღარიბდეს. არც პატივცემული ადამიანი უპატიობაში აღმოჩნდეს, ან ჯანმრთელი დასნეულდეს. შეიძლება ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ესე გარდაიცვალოს. იმიტომ მას ამბობს, რომ ყველაზე ხშირად სიკვდილზე იფიქრება. და ადამიანი, როდესაც ამაზე ფიქრობს, მე თითქოს არა, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ის პრობლემასაც ისე შეხედავ, როგორც არის. გადამეტებულად და გადაჭარბებით არ შეხედავ, იმიტომ ის დროებითი. იმ სიხარულსაც ისე შეხედავ, რომ ის დროებითია. არაფერი არ მოგწყვეტს იმ სიფხიზლეს, რასაც ჩვენ ლოცვაში ვითხოვთ, რომ ნეტარას მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარეთ. ღამის 12 საათიან ლოცვაში ხო ამბობთ. ბედნიერია, ვისაც უფალი ფხიზელს იპოვოს. მაგრამ ვაიარს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, ან რომელიც სიზარმაცით დახვდება უფალს. და სიფხიზლე რა არის? სიფხიზლე არის არა მარტო ის, რომ დავუშვათო მთელი ღამე გეღვიძოს, ეს ხორციელი სიფხიზლეა და თავის დროზე და თავის ადგილზე ესეც საჭირო. მაგრამ სულიერი სიფხიზლე ის არის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ, ჩვენს ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში, ხო? მით უმეტეს საერო ადამიანები 1000 საქმე გაქვთ, ის არის. მაინც ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ გარდაცვალების წინაშე. და რომელი დღე იქნება ეს ჩვენთვის არავინ არ იცის. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ეს უნდა გვახსოვდეს. თავით არ უნდა გადაეშვა არაფერში. არ უნდა დაგავიწყდეს ღმერთი. არ უნდა დაგავიწყდეს მარადიული ცხოვრება, მარადიული სიხარული და მარადიული სატანჯველი. ადამიანს უნდა სულის გადარჩენა უნდოდეს, ისე კი არა მარტო რომ უნდოდეს, არამედ ქმედითაც უნდა უნდოდეს. სხვადასხვა ამას წინათ შემხვდა ასეთი რაღაც იყო. ის ხორციელ წარმატებაზე იყო, მაგრამ ახლა ჩვენ სულიერი კუთხით განვიხილოთ. ერთ-ერთი პატარა ბავშვი მივიდა ერთ მოხუც ბრძენთან და ეკითხება, რომ წარმატებას როგორ მივახციო. ანუ ჩვენ შემთხვევაში სულიერ წარმატებას როგორ მივახციო. მან უთხრა, რომ ჩადიო წყალშიო, ჩაყვინთეო და სანამ არ გეტყვიო, არ ამოხვიდე. ჩავიდა ეს და ცოტა ხანი გაძლო, მერე გაუჭირდა, კიდე ძალიან გაუჭირდა. მაგრამ სანამ ეს არ ამოიყვანს, ხო იცის, რომ არ უნდა ამოვიდეს და ბოლოს რო ვეღარ გაუძლო, ამოხეთქა, მოკლედ, ამოხტა ამ წყლიდან და ჩაისუნთქა ეს ჰაერი ღმად და ეკითხება, რომ როგორც შენ რომ წყალში იყავიო და ჰაერის ჩასუნთქვა გინდოდა, თუ ეგრე არ გინდა წარმატების მიღწევაო, შენ მაგას ვერ მიაღწევ. და იქ როდესაც ადამიანს ეს ჰაერი ჭირდება, არაფერზე არ ფიქრობს სხვაზე. პირველი საზრუნავი ეგ აქვს, რომ ის ჰაერი როგორმე ჩაისუნთქოს. ის არ ფიქრობს მეგობრებზე, არ ფიქრობს საყიდლებზე, არ ფიქრობს რა გართობაზე, არაფერზე. გარდა ერთისა, რომ ის ჰაერი როგორმე ჩაისუნთქოს, იმიტომ რომ ჯერ ის არის.
ადამიანსაც თუ ესე უნდა რომ სულიერად წარემატოს, ღმერთს სათნო იყოს, ღვთისმცნებებით იცხოვროს, თუ ესა აქვს მიზნად დასახული, მაშინ ის აუცილებლად მიაღწევს. და თუ ისე ვარ ჩვენ რომ თან ის გვინდა, თან ესეც გვინდა, თან ყველაფერი ერთად გვინდა, ეგრე არ გამოდის. იმიტომ რომ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ყველაფერი ჯერ დამოკიდებულია ნდომაზე. ნდომა არ ნდომაზე, ან გინდა, ან არ გინდა. ახლა ჩვენ აი რამდენჯერ ვართ ხოლმე რა, კი მინდა ეს, მაგრამ ვერ ვაკეთებ. მინდა რომ იქ წავიდე, ტაძარში წავიდე, წირვაზე წავიდე, აღსარება ვთქვა. თუ გვინდა გავაკეთებთ. თუ გვინდა შევეცდებით რომ გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში გავაკეთოთ. და თუ არადა, ეთყობა ისე არ გვინდა, როგორც უნდა გვინდოდეს. ანუ ყველაფერი ჯერ ამაზეა დამოკიდებული. იმიტომ რომ აბა მოდი ჩვენს თავს დავაკვირდეთ. ის რაც მართლა გვინდა, რამდენი გვიწვალია იმისთვის, რომ მართლა მოგვეპოვებინ. აი მაგალითისთვის ვიტყვი ჩემს თავზე. სულ მახსენდება ხოლმე. პატარაობაში ახლა ხო არის დღეს ტელევიზიები, რომ გადაახვევ, გადმოახვევ, გუშინდელ იმას უყურებ რაღაცას. მე პატარაობიდან ფეხბურთი ძალიან მიყვარს და გულშემატკივრობდი ხოლმე ერთ-ერთ სამხრეთ ამერიკულ გუნდთან. ახლა ჩვენთან რომ დილის 4 და 5 საათი იყო, მაშინ იყო ხოლმე იქ თამაშები. და ეს ტრანსლაციაც პირდაპირ იყო ხოლმე და ანუ თუ მე დილით 4 საათზე არ ავდგებოდი, მაშინ იმ თამაშს აღარ უყურებდი. ახლა წარმოიდგინეთ. მე რომ მინდოდა ხო ვდგებოდი. თან ახლა ოჯახში ჩემნაირადაც არავის არ უყვარდა. ესე მარტო გიჟივით დავდგებოდი, ხამე დავჭდებოდი. უყურებდი და რატო ვამბობ ახლა? თუ ამისთვის ვდგებოდი, ახლა მე რო ლოცვისთვის დამეზაროს დავდგე. ღვთის წინაშე რო წავდგები, რას ვეთქვი რომ თურმე ესეც მინდოდა და ვერ გავაკეთე. აი რაც გინდოდა ხო გააკეთე ხოლმე თქოს. იცი რატო ვამბობ, აი ჩვენ ხორციელი გაგებით, აბა შევხედოთ ჩვენს თავს. იმდენ ძალის ხმევას ვიჩენთ იმ სულიერში, რამდენიც ოდესღაც რაღაცა ხორციელში გამოვიჩინეთ? არ ვიჩენთ. ხო და ის ხორციელი, რომელიც მართლაც გვინდოდა, გამოგვივიდა. მაგრამ ის სულიერი, რომელიც არ გვინდა ისე, როგორც ის ხორციელი გვინდოდა, ის შეიძლება არ გამოვიდეს. და ვინ არის დამნაშავე? თუ არა ჩვენ, რომელსაც ისე არ გვინდოდა, როგორც ეს საჭირო იყო. რაღაც დავაკელით ამ ნდომას. ამიტომაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. ჯერ ყველაფერი იმაზეა, გინდა თუ არ გინდა. მერე იმაზე უკვე შეგიძლია თუ არ შეგიძლია და რაც კაცთაგან შეუძლებელია, ღვთისაგან არის შესაძლებელი. არ შეგიძლია, მაგრამ ღმერთი შეგაძლებინებს და გაგაკეთებინებს. ღმერთმა შეიწიროს ჩვენი ლოცვა, ჩვენი მიცვალებულებისათვის და ეს ლოცვა ძალიან დიდი ნუგეში არის მათთვის. აი, ახალი გარდაცვლილი ყავთ დედა და ღმერთმა ათეში დააწესოს. მისი უკდავესული ღმერთმა თქვენი ლოცვა შეიწიროს. დღეს არის სხვათა შორის პაპაჩემის გარდაცვალების დღე. და იმ დღეს რაც პატარა ის იყო და იქ ბიჭებსაც ეუბნებოდ. პირველად მეთქი, აი, როდესაც მართლა რეალურად ვიგრძენი, რომ ვიღაც მენატრებოდა, ეს იყო გარდაცვლილი პაპა. იმიტომ რომ ხა ცოცხალი ადამიანი თუ მოგენატრება და თუ მართლა მოგენატრება, ყველაფერს იღონებს რომ მიხვიდე და ნახო ხომასთან. აი გარდაცვლილი ადამიანი რომ გენატრება, ის მართლა გენატრება. მაგრამ ჩვენ თუ რწმენით შევხედავთ, ესეც დროებითი. ესეც დროებითია და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მათთვისაც ვილოცოთ, ჩვენი სულიც განვიწმინდოთ და ჩვენ ჩვენს მიცვალებულებს უნდა შევხვდეთ და ერთად უნდა ვადიდოთ ღმერთი. აი ეს არის ქრისტიანის რწმენა. აი ამ რწმენით ლოცულობს ქრისტიანი. რომ ეს ლოცვა მიცვალებულისათვის ნუგეში იყოს და ჩვენთვისაც და რომ ჩვენ ერთად, როგორც არის ნათქვამი, ერთითა გულითა და ერთითა პირითა ვადიდებდეთ ღმერთს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღმერთმა მოგვანიჭებს იმის რწმენა, რომ აი ამ რწმენით ვილოცოთ, იმიტომ რომ რწმენით ლოცვას აქვს დიდი ძალა.
ისე კი არა რომ ან იქნება არავე ან არ იქნება. ეგეთ დაეჭვებული კაცის ლოცვას არ აქვს. აი რწმენით ლოცვას აქვს დიდი ძალა და ვერც თხოვოთ რომ მოგვანიჭოს ეს რწმენა, რომ ამ რწმენით ვილოცოთ და რაც უფრო მეტად რწმენით და სიყვარულით ვილოცებთ, მით უფრო ნუგეში იქნება ჩვენი მიცვალებულისთვის. ჩვენთვისაც ნუგეში იქნება. ეს ლოცვა ჩვენ თავად გვანუგეშებს. იმიტომ რომ სულიწმინდა არის მანუგეშებელი. ნუგეშინის ცემას განა სულიწმინდას არ ეძახით. ეს სულიწმინდა ჩვენ გვანუგეშებს. მერთმა დალოცული და გახარებულები გავყოფოთ.